გამარჯობათ მეგობრებო. ქსოვის დროს უკუღმა თვლები იქსოვება ორნაირად. შესაბამისად, უკუღმა თვლები როგორ ამოყავთ, წაღმა თვლები ძიმის მიხედვით იცვლება ორი მიმართულებიდან უნდა გამოიყვანოთ. ასევე კლება მატება, როცა სქემას ქსოვთ და უკლებთ, უმატებთ, იქაც იმის მიხედვით უნდა შეატრიალოთ და შემოატრიალოთ თვლები, როგორ ამოყავთ უკუღმა თვალი. ვეცდები ეს თემა გასაგებად გადმოვცე. ახლა მე დავიწყებ ქსოვ, ძალიან სერიოზულ რაღაცას ქსოვ, ხო? ეხლა უნდა დავიწყო უკვე სქემის ქსოვა, უნდა შევცვალო რეზინა და ერთი რიგი მინდა, ეს ჩემ გეგმაში მაქვს, დაუშვათ, ერთი რიგი ახლა უკუღმა მხრიდან უკუღმა უნდა გადავხსოვო, ხო? რომ მოვხვდე წინა გარეთა მხარეს და დავიწყო სქემის ქსოვა, თუ რასაც ვქსოვ ერთი სიტყვით. ახლა ნახე. სხვადასხვა ნაქსოვი რო არ ავიღო და არ დაიბნეთ, შუაზე გავყავი მე თვლები რაც მაქვს და მოდი აქ მოვქსოვოთ ახლა ერთი უკუღმაც, მეორე უკუღმაც და ვნახოთ რა სხვაობაა მათ შორის და შემდეგ რა სხვაობას გვაძლევს ქსოვის დროს, თუ არ დავაკვირდებით კიდე რა გამოვა. ერთი სახის, ასე ვთქვათ, უკუღმა არის ასეთი. სულ უკუღმა უნდა გადავხსოვო ახლა ეს მთლიანად, მაგრამ ვხსოვ უკუღმას ეს ერთი სახის, ერთნაირი, არ ვიცი როგორ ვთქვა რა. ეხლა მე ასეთ უკუღმას არ ვხსოვ, ამიტომ ცოტა მოუხერხებლადაც ვხსოვ, მგონი მიხვდებით. ასე ჩვეულებრივად, ნახე, ჩამოაგდებენ აქედან და ასე გამოყავთ. თვალს ხო ვიღებთ? ასე. აქედან. ახლა ნახევარი მოვქსოვე მე ასეთი უკუღმა, რომელსაც მე არ ვქსოვ არასდროს. ჩემ ნაქსოვებში უკუღმა არის სულ ერთნაირი და ახლა რასაც მოვქსოვ. ეს ერთი სახის უკუღმა თვლები. გადავედით ახლა და მეორე სახის უკუღმა თვლები, რომელსაც ვქსოვ მე. ეს არის. და ყოველთვის ჩემ ნაქსოვებში ასეთი უკუღმათია ნაქსოვი და მიმართულებაც თავისთავად ის აქვს, რასაც ვამბობ ხოლმე, რადგან ასეთი უკუღმათი ნაქსოვს, შემდეგ წაღმართულებს აქვს სხვა მიმართულება. ამის თქმა მინდა. განვასხვავეთ, ხო, ეს როგორ ამოვიყვანეთ, ახლა ეს როგორ ამოყვავს. ეს მინდა, რომ თვალნათლივ თვალსაჩინო იყოს, რომელი როგორია. ახლა ის ამომყავდა ასე, კიდევ ამბობ, ეს ამომყავს ასე, რომელსაც მე ვხსოვ ყოველთვის. ეს ნახევარი მოვხსოვოთ ასეთი უკუღმა. ახლა ნახეთ.
თუ მე როგორც მოვგსოვე ეს ნახევარი, ხო? რომელი უკუღმაც მოვგსოვე, ნახე საიდან უნდა ამოიყვანო თვლები. აქედან გავდივარ, ჩვეულებრივად წაღმა თვლები უკაცრავად და ასე ვგსოვ, ახლა გარეთაპირიდან ვარ, ხო? გარეთა მხრიდან და როგორც ვგსოვდი, მე როგორც ვგსოვ, ის უკუღმა თვლები აქედან არის გამოსაყვანი. აი თვალი ხომ არის ახზე, ხო? აქვს აქეთა მხარე, აქვს იქითა მხარე. აი ასე გავდივარ და ასე გამომყავს ეს თვლები. ეს მოვგსოვეთ. ახლა გადავიდეთ და მეორენაირი უკუღმა რაც მოვგსოვეთ, ის ვნახოთ როგორ მოვგსოვოთ წაღმა. ეს არის ის, რომელსაც ვგსოვ ყოველთვის მე, წაღმაც და უკუღმაც. ახლა ვნახოთ ეს რომ არსებობს მეორე უკუღმა და როგორ მოვგსოვოთ ეს წაღმა როცა ვართ. შეხედე? ასეა წაღმა. როცა ისი ამოყავს უკუღმა თვლები, წაღმაც ასე უნდა მოგგსოვო. აქ ხო ვგსოვდი აქედან. ახლა ეს უნდა გსოვო აქედან. ახლა აქედან რომ მოგგსოვო, გადაიგრიხა თვალი და ნახე რა გამოვიდა, არ გამოგივრნა გსოვი, ლამაზი და სუფთა. უნდა იყოს ასეთი და არა ასეთი, ხო? ამიტომ თუ ასეთ უკუღმას გსოვშენ, უნდა მოგგსოვო აქედან. როცა შემოტრიალდები წაღმა მხარეს. აი ასე. ამიტომ გავყავი ნახევარი და ნახევარი, რომ გვერდ ვგსოვ და თვალსაჩინო იყოს ერთიც და მეორეც, რა განსხვავებაა. და ნაგსოვებში ეს, როცა გსოვ, ძალიან საყურადღებოა და დასაკვირვებელი. თუ შენ გსოვ ამ უკუღმას სქემა გაქვს რაღაც და იქიდან რო გიჩვენებს, იქიდან გამოიყვანე და აქედან გამოიყვანე თვლები, ხო? შენ პირველ რიგში ის უნდა განსაზღვრო, შენ რომელ უკუღმას გსოვ, ამას თუ ამას. აი ეს უკუღმა, ამოყვანილი თვლები წაღმა აქედან იგსოვება. და თუ ჩემი ნაგსოვებიდან სწავლობ გსოვას, სწავლობ სქემებს და გინდა რომ მიყვე და აქედან გააკეთო, მე ამ უკუღმას გსოვ და შესაბამისად წაღმაც ასეთი იქნება. ახლა შემოვბრუნდეთ. ეს ნაპირს გსოვ ასე და არ მიაქციოთ ამას ყურადღება. ნახე ახლა. აი ეს არის ეგ უკუღმა. რაც წაღმა უფრო შიგნიდან, აქედან იგსოვება. აი ეს. თუ ასეთ უკუღმას გსოვ, ძალიან დაკვირვება დაგჭირდება და შეცვლა დაგჭირდება იმ მიმართულებების, დაუშვათ რასაც ხედავს სხვა სქემებში და სხვის ნაგსოვში ან ვიდეოებში. თუნდაც აი კიდევ ვიმეორებ ჩემთან. მე არ გსოვ ამ უკუღმას, ამიტომ დააკვირდით, ვინც ასეთ უკუღმას გსოვთ. აი ეს. შესაბამისად წაღმაც სხვა მხრიდან იგსოვება, ხო? ეს ვნახეთ. აი ეს არის ეს უკუღმა, ასე ამოყვანილი. ვერ გსოვ. მოხერხებულად ვერ გსოვ, იმიტომ რომ მე არ გსოვ ამას. ახლა მეორენაირი უკუღმა, ეს სანიშნი არის იმის განსაზღვრელი, რომ აქეთ სხვანაირი უკუღმა იგსოვება, აქეთ სხვანაირი. შესაბამისად წაღმაც აქეთ სხვანაირი იქნება, აქეთ სხვანაირი. ეს მეორე უკუღმა.
და კიდევ ვამბობ, თუ ჩემ ნაკსოვებს მოყვები და ვიდეოებს და გინდა აქედან შეისწავლოს სქემები, ამიტომ დააკვირდი, რომ მე აი ამ უკუღმას ვქსოვ, აი ასე. და მიმართულებებიც ამ ასეთი უკუღმა ამოყვანილი თვლებიდან მაქვს განსაზღვრული. რა გავაკეთე მიხვდით, ხო? ბოლომდე არ უნდა გამექსოვა ის 3 თვალი, რადგან ეს ნაპირი არ მინდა, რომ მე ასე შემოტრიალდეს გვერდი. და ის რო გადავქსოვე, უკან დავაბრუნე. ახლა ნახე. უკუღმა, რომელსაც მე ვქსოვ, ხო? ახლა აქედან უნდა გავიდე, აქედან უნდა გავიდე, აქედან უნდა გავიდე და ასე გამოვიყვანო თვლები. რადგან ნახე მიმართულება აი როგორ აქვს. ახლა სულ რო ნაკსოვი ნახე და უშათ ან სქემა ნახე და სულ რო არ იცოდე რომელი უკუღმას ქსოვს, ხო? რომელი უკუღმა აქვს მოქსოვილი და საით შეატრიალო და შემოატრიალო. აი დააკვირდი ახლა. ეს თვალი ასე უნდა მოქსოვო, ხო? რომ ეს წაღმა იყოს აქ. ეს თვალი პირიქით აქედან უნდა შემოატრიალო და მოქსოვო, რომ ეს ნახე ხონხი წეღა როგორ გადაიგრიხა. აი აქედან უნდა გამოიყვანო, რომ ასეთი სწორი მიმართულება მიიღო და თვალი ასე ლამაზად დაჯდეს, ხო? აი ახლა ნახე. მე რო აქედან გამომყავს, რატო გამომყავს ახლა აქედან? რა ვიცი ახლა რომელი უკუღმა მოქსოვა, ხო? მაგრამ ნახე, ასე რო გამოვიყვანო როგორც ამ შემთხვევაში. აგე მოიგრიხა, ხო, ეხლა ეს თვალი და ხო არა ლამაზი ასეთი ნაკსოვი. ვქსოვ სულ წაღმას, არ ვქსოვ არც სქემას, არაფერს არ ვქსოვ და მინდა ასეთი სუფთა და ლამაზი ნაკსოვი. ახლა ეს სხვათა შორის რო ამოვიყვანო მე ეს თვალი, ნახე რა გამომივა, არ გამოვა ხო ლამაზი. სულ რო არაფერი, უბრალოდ მიაქციო ყურადღება, აი ასე თვალი, აი ასე მოიქსოვოს, რო გამოკლავს. ამიტომ აქედან გავდივარ, რომ ვხედავ, რომ ეს ასე სწორე და თვალი აი ასე რჩება ნაკსოვი ლამაზად და არა ასე. შეიძლება მე სულ ასე ვქსოვდე, ამ უკუღმას ვქსოვდე, ხო? მაგრამ ვნახე ნაკსოვი და იქიდან გამოვიყვან, საიდანაც თვალი სწორად გამოვა ნაკსოვი. აი ახლა აქედან ვხედავ, რომ ასეა. ამ თვალს რო აქვს ორი გვერდი, იმის მიხედვით ამოვიყვან თვალს. ახლა თუ მე მიჩვეული მაქვს ხელი, რომ აქედან გავდივარ და ვქსოვ, რადგან ამ უკუღმას ვქსოვ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქაც ასე ამოვიყვანო, რადგან ეს სხვანაირი უკუღმა მოქსოვილი. მოვატრიელებ და ვნახავ, აბა ერთი სწორად როგორ გამოვა თვალი ნაკსოვი, რომ ასე სწორად დაჯდეს და ასეთი ლამაზი ნაკსოვი მიიღო და არა თვლები შებრუნებული, შემოbrunებული და გადაგრეხილები, ხო? აი თუნდაც მარტო აქედან განსაზღვრავ. გადმოვედით ახლა. გვაქვს მეორენაირი უკუღმა მოქსოვილი და ახლა ნახე, ახლა თუ ეს აქედან ვქსოვდი მე, ახლა ესაც რო გავაგრძელო და აქედან მოვქსოვო, მივიღებ ამას, ხო? ეს არ მინდა მე, რომ ასეთი უშუნო ნაკსოვი მქონდეს. ამიტომ შევხედავ, სადა აქვს ამას ეს წაღმა მიმართულება და აქედან გამოვიყვან და გამომივა ასეთი, ხო? აი ეს არის უკვე მეორენაირი უკუღმა.
და ასე მოითხოვს, რომ ეს თვლები აქედან უნდა გავიდე და ასე მოვგზო. ამიტომ უკუღმას როგორც გსოვდა რა მხრიდან გსოვ, გიცვლის ყველანაირად ქსოვის მიმართულებას. და რა თქმა უნდა სქემებშიც, მერე სხვადასხვანაირად უნდა შეაბრუნო და შემოაბრუნო. სქემები უმეტესად არის კლება, მატება, თუ ფერებით არ გსო და არის თვლების მიმართულებები, საიდან ამოიყვანო. ეს ახლა ასე გადავიყვანოთ, აღარ შემეშალოს. მეც მეშლება რაღაცები. ახლა ამას აქედან მოვგზო. მეც ადამიანი ვარ გაჩენილი ღვთისაგან. ხო, ახლა აქ ჩვენ ვგზავთ ასეთ უკუღმას. მგონი სწორად ვგზავ, კი? აქედან ვგზავთ ასეთ უკუღმას. ხელი ავტომატურად გარბის, რომ ის მეორე უკუღმა მოგგზაოს, აი, ამიტომ თუ შემეშალოს მომიტევეთ. ეს ერთი უკუღმა დამთავრდა, ხო? ახლა მოგგზაოთ მეორენაირი უკუღმა. რომელსაც ვგზავ მე და ყველა სქემა და ყველა ნაკსოვი ამ უკუღმას მიმართულებით არის აწყობილი ჩემს ვიდეოებში. ახლა შემოვტრიალდით ეს ნაპირის თვლები. ეს ერთი უკუღმა და შესაბამისად წაღმა. ახლა მეორე უკუღმა და როგორ მოვგზაოთ ეს წაღმა. ახლა ნაკსოვი ორივეკან ერთნაირია, სწორი ნაკსოვია, თვლები სწორად არის ამოყვანილი, დალაგებულად და ძალიან ლამაზია. თუ გავითვალისწინებთ უკუღმების ამოყვანას და მის მიმართულებებს.
წარმატებები კარგად ბრძანდებოდეთ.